გაგვიანე თუ არა ბიტკოინის ყიდვა. მეგობრებო, განვიხილავთ, დააგვიანე თუ არა ბიტკოინის, ეთერიუმის და საერთოდ კრიპტოვალუტების ყიდვა. უნდა იყიდო თუ არა ეხლა და რას უნდა ველოდოთ ესე ვთქვათ კრიპტო ბაზარისგან. სანამ გადავართ ჩარტებზე და ამ ყველაფერს ტექნიკურად განვიხილავთ და მოუხაზავთ ლეველებს, სადაც იქნება საინტერესო ყიდვა ან გაყიდვა. მაგრამ რომ ანუ ძალიან ბევრი SMS-ები შემოდის, რომ აი დავით ანუ ის მოხდა ის გააკეთა წავა თუ არა კიდე მაღლა გააკეთებ კიდე იმას გააკეთებს თუ არა კიდე ამას ნახეთ და ჩემი კითხვა არის ხოლმე ანუ ჩემი პასუხი არის ხოლმე ესეთი დააფიქსირე მოგება ანუ ერთადერთი შენ რაც იცი არის ის რომ შენ საფულეში გააკეთე თუ არა ინვესტიცია თუ გააკეთე თუ არა ესე ვთქვათ ტრეიდი ნუ არა აქვს მნიშვნელობა არის ეს ინვესტიცია თუ არის ეს ტრეიდი ერთადერთი რაზეც შენ გაქვს კონტროლი არის ის რასაც შენ ხედავ ნუ თუ ხედავ რომ შენ გააკეთე $1000 ინვესტიცია და ეს უკვე გაორმაგებული არის, აფიქსირებ თუ არა მოგებას, ანუ რატო არ აფიქსირებ მოგებას. ერთადერთი რასაც შენ ხედავ არის ის, რომ შენ ხარ მოგებაში. წავა თუ არა ის მაღლა ამაზე არა გაქვს არანაირი კონტროლი შენ და წინასწარ არიცი, წამოვა თუ არა ქვემოთ არც მაგაზე არ გაქვს არანაირი კონტროლი და არიცი წინასწარ, ხო? ამიტომ შენ უნდა გააკეთო რეაქცია იმაზე, რაც იცი, რაც გაქვს დაზუსტებული და რა თქმა უნდა შენ შეგიძლია ტრეიდერები და ინვესტორები რისთვერთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყურებით წინ რამოდენიმე ნაბეჯით წინ ვფიქრობთ და ესე ვთქვათ ვარაუდობთ, რა თქმა უნდა ეს ვარაუდი ესე ჰაერში ვარაუდი არ უნდა იყოს და უნდა ქონდეს აუცილებლად რამე ხელმოსაჭიდი, უნდა იყოს ესა ტექნიკური ანალიზი ან ფუნდამენტალური ანალიზი, მაგრამ მაინც ვარაუდია, ხო, დაზუსტებით არის. ვიღაცამ რო იცოდეს დაზუსტებით რომ ეთერიუმი 10000-ია თუ 100000-ზე, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააყენებს მთლიან თავის ქონებას და იმ ერთ კონკრეტულ ასეთში ჩადებს. ხო, ამიტომ არავინ არის ერთადერთი კონტროლი რაზეც გაქვს შენ არის იმაზე, რაც შენ გაქვს გაკეთებული და რასაც შენ ხედავ ახლა შენ ეკრანებზე და თუ ხედავ რომ გაქვს 100%-იანი, 50%-იანი, 70%-იანი მოგება გაყიდე. ყოველთვის ამბობ რომ სულ მთლიანად შენი პოზიცია არ უნდა დახურო ხოლმე. ყოველთვის უნდა იყო რაღაც გარკვეული პროცენტულობის მოგება. უნდა დააფიქსირო, იმიტომ რომ შენ ხარ ვალდებული. თუ არ დააფიქსირე, შეიძლება ხვალ ისევ გაუფასურდეს. რა თქმა უნდა, როცა ვიღაცა ინვესტიციას აკეთებს, ის ფიქრობს რომ 1000-დან გავაკეთე 2000 და всё, ახლა ველოდები რომ 10000 და 100000 გაკეთეს. შედიან YouTube-ზე უყურებენ რომ ეთერიუმი ავა 10000-ზე, Cardano ავა 15000-ზე, ან რა ვიცი, რამდენზეც გინდათ, იმდენი თქვით. არის თუ არა შესაძლებელი, რა თქმა უნდა არის 100% გეთანხმებით არის შესაძლებელი. შეიძლება ხვალ გავღვიძო და ეთერიუმი 10000-ზე იდგეს, შეიძლება გავღვიძოთ ხვალ და Cardano იყოს $15-ზე მაგალითად, ხო, პირობითად და შეიძლება შენი $100 ინვესტიცია უბრალოდ მილიონი გახდეს. შესაძლებელია, მაგრამ ნახეთ აქ არის შესაძლებლობა და არა დაზუსტება. ჩვენ არ ვიცით ზუსტად იქნება თუ არა ეს ასე. მაგრამ როცა შენ ხედავ და რაც იცი დაზუსტებით არის ის რომ შენ ხარ უკვე მოგებაში, რა თქმა უნდა პატარა ნაწილი მოგება უნდა დააფიქსირო და არა მთლიანად. ყოველთვის მე ვარ მომხრე რომ დააფიქსირო 15-20% მოგება, როცა შენ ინვესტიციამ უკვე ძალიან დიდი მოგება გააკეთა, რა შეგიძლია შემდეგ ამ 15-20% ინვესტიციით გააკეთო. შეგიძლია პირველ რიგში რაზეც ბევრი ფიქრობს ხოლმე არის თვითონ რომ მოიხმარო სიყიდონ ისეთი რაღაცები, რაც დიდი ხანი უნდა დატყიდვა და ასე შემდეგ შეიძლება იყოს ტელეფონი, მანქანა, ნუ არ აქვს მნიშვნელობა. შესაძლებელი არის რატომაც არა შენ ამას იმსახურებ, იმიტომ რომ გააკეთე ინვესტიცია დაელოდე სანამ ესე ვთქვათ შენი ინვესტიცია გაიზრდებოდა, გააკეთე და არანაირ პრობლემას არ ხედავ მე იმაში რომ შენთვის მოიხმარო ეს ფული. ჩვეულებრივად შესაძლებელია. ან შეგიძლია გააკეთო ისეთი რამ, რომ დაელოდო, როცა კორექცია წამოვა ყველაფერი, იმიტომ რომ არაფერი არ მინდის ერთი ვერტიკალური ხაზით მაღლა, ყველაფერი მიდის ესე ვთქვათ ტალღებით, ადის მაღლა ჩამოიწყება და ყველაფერი, ყველა ასეთი აკეთებს კორექციას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის მოთხოვნა და მიწოდება, როცა ასე ვთქვათ ფასი იმატებს, ყველა ყიდის, ანუ ბევრი ყიდის აფიქსირებს მოგებას, ხო და როცა მოგებას აფიქსირებს და ყიდის, ფასები ვარდება ქვემოთ. ამიტომ ყველაფერი მინდის ესე ტალღებით და როცა ვარდება ეს კონკრეტული ასეთი, შეგიძლია ისევ იმ გაყიდული 15-20% დამატო და ისევ ვიყიდო, რაც რა თქმა უნდა უფრო მეტ ესე ვთქვათ სიძლიერეს აძლევს შენ საფულეს, ხო? და რატომ ეს 15-20% გაყიდვა? იმიტომ რომ ყოველთვის მთლიანი შენი პოზიციის გაყიდვა არ შეიძლება, მეთმეტეს როცა long term-ზე გჯერა ამ ასეთის. როგორც თქვი და კიდევ ერთხელ გამიმეორებ, შენ არ იცი რა მოხდება, შეიძლება ის გარკვეული ასეთმა კიდე 5x, 10x გააკეთოს, არ იცი, ხო, მაგრამ ამის ხარ მომზადებული. როგორ ემზადები, შენ ყიდი, როცა იცი რომ ხარ დიდ მოგებაში, შენ ყიდით 15-20%-ს და იმ შემთხვევაში თუ კიდე 5 და 10x გააკეთე და შენ 80% ისევ
პოზიციაში ხარ და შეგიძლია კიდევ გზადაგზა გაყიდო, როცა ეს აიწევს, ხო? ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ვივარაუდოთ და იმ ვარაუდზე გავაკეთოთ ჩვენი ასე ვთქვათ ანალიზი და მოქმედებები, ხო? ანუ როგორც მე ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის. გადავიდეთ ახლა მეგობრებო ჩარტებს და კიდევ ერთ რაღაცს თქმა უნდა სხვათა შორის მეუბნები ვარ ახლა ყიდვის დრო, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა. ყველასთვის არის თუ არა ახლა ბიტკოინი და ეთერიუმის ყიდვის დრო. მე როგორც ტრეიდერი, მე როგორც ინვესტორი გეტყვით არა. ჩემთვის ამ მომენტში არ არის საინტერესო არც ბიტკოინის ყიდვა, არც ეთერიუმის ყიდვა. ვაჭრობით ვაჭრობ ყოველ დღე, Discord შეგიძლიათ ნახოთ, Instagram-ზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ ყოველთვის ტრეიდებს ვდებ. როგორც ლონგებს, ასევე შორტებს. წინა დღეებში მაგალითად ეთერიუმის იდეალურ შორტში ვიჯექი, რაც ძალიან კარგი ტრეიდი იყო. ლონგშიც ვიჯექი, ანუ ტრეიდერისთვის არანაირი ნიშნულობა არ აქვს თუ როდის იყიდი და როდის გაყიდი, იმიტომ რომ ეს არის short term-ზე და აკეთებ შენ ტრეიდებს. ხომ თავალია risk reward იყოს კარგი, მაგრამ მე ჩემთვის როგორც ინვესტორს ბიტკოინი აღარ არის საინტერესო ამ მომენტში. და არც ეთერიუმი, რატო? იმიტომ რომ მათ გააკეთეს ძალიან დიდი ზრდები მეგობრებო. როცა შენ ხედავ რომ ბიტკოინი და ეთერიუმი აკეთებს ამხელა ზრდას და როცა უკვე ჩვეულებრივი ხალხი იწყებს, ჩვეულებრივი ინვესტორები ესე ვთქვათ, ვინც FOMO-ზე აყვებიან და იწყებენ ინვესტიციას, ზუსტად მაშინ უნდა გეშინოდეს. ტყუილი უბრალოდ არ თქვა ვარენ ბუფეტმა, რომ be fearful when others are greedy და be greedy when others are fearful. ანუ გეშინოდეს მაშინ, როცა ყველა ხარბია და იყავი ხარბი, როცა ყველა შეშინია. შენ ხარბი უნდა ყოფილიყავი, როცა ყველა შეშინოდა, როცა მაგალითად ტრამპი გამოდიოდა და სიგიჟეებს ამობდა. არ და მე მაგ დროს ვამოდი, რომ პირიქით ამ ყველაფერს შეიძლება პოზიტიური გავლენა ქონდეს და მანდაც ვამობდი მეგობრებო, რომ დაზუსტებით არ ვიცით. ანუ ეს არის ჩემი ვარაუდი. და ხელმოსაჭიდებიც ვთქვი თუ რატომ შეიძლებოდა ეს ყველაფერი კარგად წასულიყო, იმიტომ რომ პირველ რიგში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა პანიკაში იყო და შენ ზუსტად საპირისპირო უნდა იფიქრო, იმიტომ რომ რასაც ყველა ფიქრობს, ეს არის ხშირ შემთხვევაში ხოლმე რა თქმა უნდა. არა, ყოველთვის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხოლმე არის, ასე ვთქვათ, არც თუ ისე სწორი გზა. ამიტომ ყოველთვის უნდა იფიქრო ხოლმე კრიტიკული და ყოველთვის უნდა ეცადო რომ იფიქრო სხვანაირად. მაგრამ ყოველთვის ესე არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი ხელმოსაჭიდი ინფორმაცია გითხარით, რაზეც შეგვეძლო, რაზე დაყრდნობითაც შეგვეძლო გაგვიკეთებინა გადაწყვეტილებები და გვეფიქრა რომ ბაზარი აიწევდა მაღალ და ყველაფერი წავიდოდა წინ ეს ყველაფერი მე რამოდენიმე თვის წინ ვიდეოები ჩავწერე, შეგიძლიათ გადახედოთ YouTube-ს. და ზუსტად ისე მოხდა მეგობრებო, როგორც ვთქვი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მაგარი ინვესტორი ვარ, არც იმას ნიშნავს, რომ წინასწარ მეტყველი ვარ, არაფერს არ ნიშნავს, ეს არის უბრალოდ გამოცდილება მეგობრებო და როცა შენ უყურებ ესე ვთქვათ ბაზრის ციკლუსებს, როგორ მოძრაობს ბაზარი, რა არის საერთოდ ბაზარი, რატო იწვა ან რატო ვარდება ფასი და ამავე მე უკვე ყველაფერს ნენელა იგებ. ხვდები მაკროეკონომიკა როგორ მუშაობს, რაც უფრო და უფრო ვითარდები, რაც უფრო და უფრო მეც კითხულობ, პოდკასტებს უსმენ, ადამიანებთან აქვს კონტაქტი, მით უფრო და უფრო ნაკლებად რაღაც ფანატიკოსი ხარ მაგალითად ბიტკოინის და დოლარის ანტიდოლარისტი და რაღაცა, იმიტომ რომ ხშირად ვამბობ რომ ის რაღაც ძალიან ცუდი სიტყვის გამოყენება მინდოდა, მაგრამ შევიკავებ თავს ის ბიტკოინ მაქსისტები და ბიტკოინ ფანატიკოსები, რომ დოლარი არის ჩვენი დამღუპველი და ქაღალდი არის და გადააგდე და იყიდე ბიტკოინი, ანუ ბუდიშტას ჩვეულებრივი დებილი ხალხი. რატო? იმიტომ რომ ეხლა ფული რო არ დაიბეჭდოს, ეხლა ინფლაცია რო არ მოხდეს, ეხლა ბევრი დოლარი რო არ შემოვიდეს, ეკონომიკაში ბიტკოინი არ აიწევს. შანსი არ არის ამის. თუ ეკონომიკაში ფული არ შემოდის, თუ ეკონომიკაში ფული არ ჩატენეს, არ და ესე ვთქვათ, ჩაწიხლეს დამატებით ფული ეკონომიკაში, ბიტკოინის მასე არ აიწევს. რატო იყო კორონას დროს, რომ ამხელა ზრდები გააკეთა კრიპტომ? იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეკონომიკაში იყო კრიზისი, ყველაფერი დაკეტილი იყო, ბიზნესები იკეტებოდნენ და რა სჭირდებოდა მთავრობას, ნუ ამ შემთხვევაში ნახეთ, როცა ხდება კრიზისი. ხშირ შემთხვევაში მთავრობა უნდა ჩაერთოს, ესე ვთქვათ, საქმეში იმისთვის, რომ ყველაფერი არ დავარდეს ქვემოთ. და სხვათა შორის ახლა ვაკეთებ მაგაზეც ვიდეო თუ საქართველოს მაგაზე ვიდეოს თუ საქართველოში რატომ ველოდები ძალიან დიდ კრიზისს და ეს კრიზისი იწყება უძრავი ქონებიდან. რატო ველოდები უძრავი ქონება ძალიან გაიაფთება, გაუფასურდება, რაც იზრუნებს იმაზე, რომ ბანკებში ფული ვეღარ შევა, სესხს ვეღარ გადაეყდეს, ესე ვთქვათ, სესხები და ძალიან დიდი კრიზისს ველოდები მე მაგალითად საქართველოში და რა თქმა უნდა ამაზე გავაკეთებ ვიდეოს, იმიტომ რომ ესე უბრალოდ რაღაცების ყვირილი არ მომწონს ხოლმე, უნდა ქონდეს ყოველთვის ხელმოსაჭიდი, უნდა ქონდეს ყოველთვის ფუნდამენტალური ახსნა თუ რატომ
ფიქრობ ამას და რა ხან ეგ ფუნდამენტები არსებობს, არც ეგ ანიშნავს იმას, რომ აუცილებლად მოხდება, მაგრამ შეგიძლია რაღაცნაირად ვარაუდი გქონდეს. ამიტომ ძალიან საინტერესო ვიდეო გულოდება მეგობრებო მომავალ კვირას და თუ არა გაქვს ჯერ გამოწერილი არხი და არა გაქვს ვიდეოები და ლაიქებული, აუცილებლად გააკეთე ის, რათა არ გამოტოვა ესეთი საინტერესო ვიდეოები. მაგრამ მოგავაგზავნოთ ისევ კრიპტოზე მეგობრებო, არის თუ არა საინტერესო ახლა ყიდვა, ჩემთვის არა. მე ველოდები კორექციას იმისთვის, რომ იმ გაყიდული ესე ვთქვათ კრიპტოთი, იმიტომ რომ მე ვედეცია საფულეზეც განახებთ თუ როგორ ვყიდი. შემივსო 3 ორდერი, გაყიდვის ორდერი, 1 ბიტკოინზე და 2 ეთერიუმზე და ამ თანხებით რა თქმა უნდა ისე ვაპირებ, მაგრამ კორექციაზე მინდა ყიდო. შეიძლება თუ კორექციაზე არ წამოვიდეს არც ბიტკოინი და არც ეთერიუმი, რა თქმა უნდა შეიძლება და მე მგონია კიდევაც პირიქით რომ დიდ კორექციაზე არ წამოვა, სადაც მე ვიქნები დაინტერესებული რომ მივიყიდო. მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა სხვა ვიდეოში გაგიზიარებთ მეგობრებო თუ როგორ მოვიქცევი, იმიტომ ვაკეთებ ამ ვედეცია საფულეს და არა დეცია საფულეს. ვედეცია, იმიტომ რომ ვაჭარის დეცია ეს არის ჩემი საკუთარი სტრატეგია, იმიტომ რომ მე ვარ ტრეიდერი, მე ვარ ვაჭარი და მე მინდა რომ მაქსიმალურად გავუწურო ბაზარი და მაქსიმალურ სარგებელი მივიღო. ამიტომ თუ არ გაქვთ ეს სერიებიც ნაყურები მეგობრებო, უბრალოდ გადადეთ პლეილისტებში და ვედეცია საფულე ნახეთ. თუ არ წამოვიდა ბაზრები უკან და არ მქონდა მე საშუალება რომ იმ დაფიქსირებული მოგებებით ისე ვიყიდო კრიპტო, რა თქმა უნდა შემიძლია რა გავაკეთო. ხო, ან ჩემთვის გამოვიყენო ეგ ფული, მაგრამ ამისთვის არ გამიკეთებია მე ეს პლეილისტი და ეს ჩელენჯი, ესე ვთქვათ. ან შემიძლია, ესე ვთქვათ, სხვა რაღაცებში, სხვა ასეთებში გავაკეთო ინვესტიცია. რაც მე ვთქვი, რომ ჩვენი საფულე რაც უფრო და უფრო გაიზრდება, მით უფრო და უფრო სხვადასხვა ასეთებშიც გავაკეთებთ ინვესტიციას, რაც თქვენ დაგაინტერესებთ მაგალითად და რაც მე მაინტერესებს და ჯერ არ გამომიცდია. შეიძლება ეს იყოს ვისკი, შეიძლება ეს იყოს რაიმე საათი, შეიძლება ეს იყოს უძრავი ქონება, შეიძლება ეს იყოს სტარტაპში ინვესტიცია, კრაუდფუნდინგი და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, ამიტომ საინვესტიციოდ თუ ხარ განწყობილი და თუ იცი რა არის ინვესტიცია და თუ გაქვს ეს რისკები. ესე ვთქვათ, გააზრებული, მაგ შემთხვევაში ყოველთვის შეგიძლია მოძებნო გზა, სადაც შეგიძლია შენი ფული დააბანდო, ინვესტიცია გააკეთო და გააკეთო რა თქმა უნდა ფული. მოკლედ ძალიან უნდა გაგვიგრძელდეს გადავალთ ახლა მალე ჩარტებზე და არის თუ არა ახლა ყიდვის დრო, არა რა თქმა უნდა ჩემთვის არა, შეიძლება თუ არა ხოლმე რომ გავიღვიძოთ კიდე 50-60% იყო კრიპტო გაზრდილი, შესაძლებელი 100% არის შესაძლებელი, მაგრამ ჩემთვის როგორც ინვესტორისთვის არც ყიდვა არის ესე ვთქვათ ამ მომენტში საინტერესო და არც ძალიან დიდი სვინგ-ლონგების აღება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ძალიან გავიზარდეთ, ანუ ბაზარმა დააფიქსირა დიდი მოგება და როცა ბაზარი აფიქსირებს დიდ მოგებას ზუსტად მაშინ ფხიზლდებიან ხოლმე ჩვეულებრივი ინვესტორები და ზუსტად მაშინ აფიქსირებენ ხოლმე დიდი ინვესტორები თავიანთ მოგებას. როგორც მაგალითად მე დავაფიქსირე მოგება, ხო? და გავიაზროთ ეს ლოგიკა, რომ მე თუ მოგებას ვაფიქსირებ მეგობრებო, მეორე მხარეს უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ისეთი რა ვიცი, მოდი ახლა კაცრი სიტყვები გამოვიყენოთ. უნდა იყოს მეორე მხარეს ისეთი ჩეჩეტი და სულელი ადამიანი, ვინც იყიდის. როცა მაგალითად რაღაცა ასეთი ყველა საინტერესებს და მე თუ ვიღაცა თუ აღარ არის ესე ვთქვათ ინტერესი ამ ასეთში და შენ ყიდი და ვიღაცა ყიდლობს იგივე ფასად ან უფრო ძვირად ვიდრე შენ გაქვს ნაყიდი, რა თქმა უნდა ეს არის ან სულელი ან არ ვიცი რაღაც სხვა გეგმები აქვს შეიძლება. შენ თუ ფიქრობ რომ რა თქმა უნდა ნუ უნდა განვასხვაოთ ორი სახის ინვესტორი მით უმეტეს კრიპტოში. ერთი არის ვინც ფიქრობს მოგებას და ფულის გაკეთებაზე, ვინც არის მე არასდროს არ მცხრენო და არასდროს შემშინები ამის თქმა, საერთოდ არ მაინტერესებს და ბოდიში და სუფეხებზე მკიდია ბიტკოინიც, სუფეხებზე მკიდია ბლოკჩეინი, სუფეხებზე მკიდია ესე ვთქვათ ხალხის ფული, ანუ ამაზე ვგიჟდები ხოლმე რომ როგორ შეგიძლია ბიტკოინს უწოდო ხალხის ფული. იმიტომ რომ ეხლა მე თუ გავაკეთე მოგება, მე ვიცი რომ მეორე მხარეს ძალიან ბევრმა დაკარგა ფული, ხო, იმიტომ რომ მოთხოვნა და მიწოდება. თუ გაქვს შენ ვთქვათ რომ 10 ლამბურჯინი არსებობს ხოლმე და მხოლოდ სოფლიოში, ხო და ესე ვთქვათ 10-ვეს ფასი, ანუ ეხლა ფასი ღირს ლამბურჯინის, ანუ კონკრეტული რაღაც გამოვიდა ლამბურჯინი და იგივე ბიტკოინიც, ანუ იგივე სისტემა არის, ხო? იმიტომ რომ 21 მილიონი ბიტკოინი არსებობს და ვთქვათ რომ არის ხოლმე და მხოლოდ ის 10 ლამბურჯინი, რომელიც გამოუშვა და მაგისმეტი არ გამოუშვა და ყველა მდიდარს უნდა რომ ეგ იყიდოს, ხო? იმიტომ რომ როცა შენ გაქვს ესეთი რაღაცა, რაც არავის არ აქვს, რა თქმა უნდა მისი ფასი იმატებს, ხო? ანუ ეს არის ჩვეულებრივი ინვესტიცია. ვთქვათ რომ 10 ლამბურჯინია ხო და ერთი ცალი ღირს 1 მილიონი. გაიყიდა 1, გაიყიდა 2, გაიყიდა 3, დარჩა 7, ხო? მოთხოვნა ისევ არის, იმიტომ რომ ხალხს უნდა ამ ლამბურჯინის ყიდვა, იმიტომ რომ თუ ეგ ლამბურჯინი გაქვს, შენ მაგარ ჯგუფში ხვდები, მიტინგები არის და ანუ ვინც მიტინგები ხდება, ესე ვთქვათ ამ ლამბურჯინის ონერებს შორის, ხო? ვინც ამ ლამბურჯინს ფლობს და რა თქმა უნდა გინდა ეგ ლამბურჯინის ყიდვა, იმიტომ რომ ისეთ ხალხთან მოგიწევს მე კონტაქტი რომ
დაგეხმარება ბიზნესში, ანუ შეგიძლია კოოპერეიშენი გააკეთო ერთადი თანამშრომლო და ასე შემდეგ, ანუ მოთხოვნა არის ამაზე, ხო, ანუ საჭირო არის. გინდა რომ ესეთ ხალხთან გქონდეს კონტაქტი, ანუ არ ჩერდება ესე ვთქვათ ამ ლამბურჯიზე მოთხოვნა, ხო? გაიყიდა 3 და ნახე ახლა რა ხდება. რიგში დგას 100 კაცი, რომ ის 7 ლამბურჯინი იყიდოს. რა ხდება ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ლამბურჯინის ფასი იწევს, ხო? და იმ პირველმა 2-3-მა ვინც იყიდა მილიონად, შეუძლია ახლა გაყიდონ 3 მილიონად, 4 მილიონად და ასე შემდეგ. ხო, იგივეა ბიტკოინს. ახლა მაგალითად ვისაც აქვს ბიტკოინი ნაყიდი, ვთქვათ რომ $10 გაქვს ბიტკოინი ნაყიდი, ან ვთქვათ რომ 30,000, 50,000 გაქვს ნაყიდი, ხო? ფასმა აიწია, ვის ხარჯზე აიწია ფასმა აიწია იმ ხალხის ხარჯზე, ვინც შემოვიდა ახლა, ხო, მათ იყიდეს და ფასმა აიწია. და მე რო გავყიდო და დავაფიქსირო მოგება, ეგ ნიშნავს იმას, რომ მე იმათ ჯიბეში ვყოფ ხელს, იმათ ინვესტიციაში ვწყობ ხელს, რაც მოუყვება ვიღებ მთლიანად და ვიდებ ჩემ ჯიბეში. ანუ მაგ სისულელსგან მე ძალიან შორს ვარ, მე კრიპტოზე ვარ, ფულის გასაკეთებლად. როცა მოხდება რომ დავინახო რომ ბიტკოინში აღარ არის, ბიტკოინში ინვესტიცია და ეთერიუმში ინვესტიცია აღარ არის საინტერესო, მოხდა ფუნდამენტალურად ისეთი ცვლილებები რომ აღარ არის საინტერესო, რა თქმა უნდა, პირველი ვიქნები ვინც გაყიდს. არც დავფიქრდები, 2 წამს არ დავფიქრდები და არც 1 წამი. მინისეკუნდებში არ დავფიქრდები, ეგრევე გავყიდი. მაგრამ არსებობს კიდევ მეორენაირი ინვესტორები, ვისაც რა თქმა უნდა პატივს აწვდს, იმიტომ რომ ეს არის ყველას საკუთარი გადაწყვეტილება, ვინც ფიქრობს რომ 50 წელში სატოშით გადაუხდის თავის შვილიშვილს, რაღაც ნაყინს და ეგეთ რაღაცებს რა, მოკლედ. არის ეგეთი ხალხის კატეგორიაც და თუ შენ მიეკუთვნები ეგეთ კატეგორიას, რაშიც მე ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, შენ თუ ეს მოგწონს აუცილებლად უნდა გააკეთო, მაგ შემთხვევაში შენ შეგიძლია რა თქმა უნდა დღესაც დაიწყო, ხვალაც დაიწყო და მილიონზე რო იქნება ბიტკოინი, მაშინაც დაიწყო, იმიტომ რომ თუ long term-ზე ფიქრობ, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდის დაიწყებ შენ ინვესტიციას. იმიტომ გავაკეთე ეს VDC-ას აფულეც, რომ თან ზუსტად იმაზე ისე გავაკეთე, რომ ფასი იყო მაღლა, რომ თქვენ განახოთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ფასი სად არის, თუ თქვენ ამ ყველაფერს უდგებით სწორედ, ანუ სწორედ მიდგომა არის ისე, როგორც ვაკეთებ მე VDC-ას აფულეში, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი მოგებაში ვარ. თუ უდგები სწორად, რა თქმა უნდა, შეგიძლია ფულის გაკეთება. მოკლედ, ხლა მეგობრებო, გადავიდეთ ჩარტებზე, განვიხილოთ ბიტკოინის, ეთერიუმის ჩარტები, ვნახოთ, სად შეიძლება წავიდეს ბაზარში, საიდან შეიძლება დატრიალდეს და ასე შემდეგ. თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დაწერეთ ჩატში მეგობრებო, ან შემოდით Discord-ზე. დღეს სხვათა შორის საღამოთი გვექნება Trade Night-ი, განვიხილავთ ტრეიდებს მომავალი კვირისთვის, რა შეიძლება საინტერესო იყოს და ასე შემდეგ. მოკლედ, გადავიდეთ ახლა ბიტკოინზე მეგობრებო, მომავალ კვირას გავაკეთებ კიდევაც ვიდეოს altcoin-ებზე, კიდევ უძრავ ქონებაზე, რაც წეგან გითხარით საქართველოში, რატომ ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი კრიზისი მოხდება და მოკლედ ძალიან საინტერესო ვიდეოები გველის წინ, ძალიან საინტერესო კონტენტი გველის, ამიტომ თუ არ ხართ ჯერ კიდევ გამოწერილი არხზე, აუცილებლად გამოიწერეთ. მოკლედ დავიწყოთ ახლა მეგობრებო და მოდი ჯერ განვიხილოთ ბიტკოინი. ბიტკოინზე ვერანაირ ტარგეტს ვერ დავდებ ახლა მე მეგობრებო, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ბიტკოინზე ტარგეტს დებს და ამბობს რომ ისავა 150,000-ზე ან 160,000-ზე, არიან ჩვეულებრივი გემბლერები, ხო, იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია არ გაქვს აქ. ეთერიუმზე მაგალითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეთერიუმი გატესტავს all-time highs მაგალითად, აი ვნახოთ, გადავიდეთ. ჩვენი ინტერნეტი გადავიყვანოთ მეორეზე. აი მაგალითად ახლა ბიტკოინზე. ბიტკოინზე კი არა და ეთერიუმზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი აქ მარცხნივ გვაქვს ინფორმაცია და ვიცით რომ სად შეიძლება შეჩერდეს, სად შეიძლება კონდეს rejection და ასე შემდეგ. ბიტკოინზე ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცით მეგობრებო, ანუ შეიძლება ფასი 200,000-ზე წავიდეს, 150,000-ზე და 300,000-ზე. მაგრამ შეგვიძლია რა თქმა უნდა double time frame-ზე რაღაც გადა იმას ვქნათ ეს. Double time frame-ში შეგვიძლია რაღაც level-ები განსაზღვროთ და ესე ვთქვათ დავატარგეტოთ უფრო ფსიქოლოგიური ციფრები. რა არის ეს ფსიქოლოგიური ციფრები? აი მაგალითად წინაზეც ვთქვი რომ 100,000 იქნება ფსიქოლოგიური ნიშანი 125, 130 და ასე შემდეგ. მაგრამ ის ხალხი, ვინც ისტორიაში გადადის ხოლმე და ესეთ რაღაც სისულელს აკეთებს, ანუ ესე გაზომავენ ხოლმე და მე ამას გადმოიტანენ აქ და გონიათ რომ კიდე მაგდენს გააკეთოს. ანუ ეს ძალიან დიდი სისულელი არის მეგობრებო და გიჟევთ რომ არ დავუჭიროთ. არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მაღალ და ბიტკოინი გააგრძელებს სვლას იქამდე, სადამდეც გააგრძელებს, სადამდეც აღარ იქნება ინტერესი, ხო? მაგრამ ჩვენ ახლა ლოკალურად რომ შევხედოთ, ჩვენ წარმოვქმნით ესეთი რეინჯი მეგობრებო, ავიღოთ ქვემოდან ლიკვიდობა. ამ ტრეიდზე ძალიან ბევრი ვისაუბრე მეგობრებო, Discord-ზეც ქონდა დადებული, ეს იყო
liquidity play, ანუ აქ იყო გახსნილი ლეველი, რომელიც შეიძლებოდა გადასტილიყო აი ეს ლეველი, რომელიც იდეალურად გაიტეს და stop loss აქ თუ დაყენებდი იყო იდეალური ტრეიდი. ან შეგეძლო უბრალოდ დაღლდებოდი და შემდეგ ფასში გეთამაშა ეს ტრეიდი, მაგრამ ეს უკვე ძალიან ტექნიკური მხარე არის და ამაზე დღეს არ ვისაუბრობთ. უბრალოდ ვისაუბრობთ თუ სად შეიძლება ბიტკოინი წავიდეს. პირველ რიგში ვიცით რომ ჩვენ ვართ ახლა აქ რენჯში, რა თქმა უნდა არის ვიკენდი, ბიტკოინზე ხედავთ დაბალ ვოლიუმებს, მაგრამ ხედავთ რომ ეთერიუმი გიჟივით მიდის და მიდის მაღლა. და ამასაც აქვს თავის ფუნდამენტალური ახსნა. ბიტკოინზე ახლა ვინც ახალი შემოდის, როგორ უყურებს რომ აი ბიტკოინი არის პირველი კოინი, მაგრამ ის 120.000-ია. ვთქვათ რომ იმან 100% გააკეთოს, ის უნდა გავორმაგდეს და გახდეს 200.000. ხო, მაგრამ ბიტკოინი თუ გახდა 200.000, ან თუ 100% გააკეთა, ხო, იმდენი ფული შემოვა კრიპტოში, რომ მაშინ ეთერიუმი გახუთმაგდება, გაათმაგდება ან გასმაგდება, ხო? ანუ ეგეთ ლოგიკაზე მიდიან, ამიტომ იზრდება ეთერიუმის ფასი ესე ძალიან, ანუ ბიტკოინს გადასვლდა, ბიტკოინზე ძლიერი არის, დომინაციაში სჯობნის. და ანუ ეგრე შემოდის ახლა ახალი ინვესტორი და ეგრე ფიქრობს. ხო და იგივე იქნება ალტკოინებზეც მეგობრებო. ახლა ნახეთ ახალი ინვესტორები შემოდიან, შედიან ეთერიუმში. ეთერიუმი დააფიქსირებს ძალიან დიდ მოგებას. რა თქმა უნდა ისინიც მოგებას დააფიქსირებენ და რაზე იფიქრებენ შემდეგ იფიქრებენ რომ ალტკოინებში ნახონ ძალიან დიდი მოგება და ალტკოინებს დაიწყებენ ძალიან დიდ ზრდებს. ეხლაც რა თქმა უნდა ხედავთ ძალიან დიდ ზრდებს რამოდენიმე ალტკოინებზე. და ალტკოინებზეც მალე შემოგთავაზებთ მეგობრებო ვიდეოს, მაგრამ რაც შეგვიძლია ბიტკოინზე თქვა არის ის რომ ჩვენ ახლა იმყოფებით რენჯში, იმ შემთხვევაში თუ ჩამოვარღვეთ ეს რენჯი ქვემოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ბიტკოინი წამოვა კორექციაზე და კორექცია შეიძლება იყოს აქ ძალიან აგრესულად, ეს შეიძლება იყოს 110.000 პლუს მინუს და შემდეგ შეიძლება იყოს აი ეს ზონა და ეს ზონა არის პლუს მინუს 105,000 $-მდე. ანუ თუ ჩამოვიდა ბაზარი ქვემოთ, ეს ლეველი თუ ჩამოვარღვეთ, მაგრამ ჩამორღვევა უნდა იყოს რა თქმა უნდა დღიურზე, იმიტომ რომ დღიურზე გვაქვს ეს ვოლიუმი ნოდი, აი ნახეთ. იმიტომ ყოველთვის რომ უნდა დააკონფირმო ლეველები მაღალ ტაიმფრეიმზე. აქ 4 საათიანზე შეგვიძლია გვეთქვა რომ ეს იყო ლეველი და ეს ლეველი დავკარგეთ აქ და შეიძლება ვიღაც ეთქვა რომ აი აქ შორტი და მოვიდივართ, მაგრამ ჩემთვის აქ შორტი იყოს არისკო, რატომ? იმიტომ რომ დღიურზე ვხედავდით რომ აქ ქონდა ვოლიუმი ნოდი, რომელიც იდეალურად შეუნარჩუნეთ და ეს ვიკი იყო უბრალოდ ლიკვიდობის აღების და ახლა ვხედავთ რომ ანუ ბაზარი ემზადება რომ წავიდეს მაღლა, რა თქმა უნდა ახლა ჩვენ ლოკალურად გვაქვს ესეთი კომპრესია, რაც უფრო და უფრო შორს მიდიხარ კომპრესიაში, მით უფრო და უფრო სახიფათოა ტრეიდის აღება, იმიტომ რომ შენი რევარდი უბრალოდ პატარავდება. აქ თუ აიღო მაგალითად ლონგი, შენი რევარდი აქამდეა, აქ თუ აიღო მაგალითად ლონგი, შენი რევარდი აქამდეა. ამიტომ ხდება კომპრესიაში, რაც უფრო შორს მიდიხარ კომპრესიაში, მით უფრო სახიფათო არის ტრეიდის აღება. აქვე მინდა დავამატო მეგობრებო, რომ ბევრი ვაჭრობს ესე აი აქ გვაქვს კომპრესია, თუ აქ ჩამოარღვი, აქ შედიან შორტს, ან თუ აქ გაარღვი, აქ შედიან შორტს, ლონგს. ამ შემთხვევაში კი ეს არის ჩვენი დროპ-ოფი და ეს უნდა გავარღვიოთ პირველ რიგში. ანუ ამ კომპრესიაში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ლეველი თუ გაარღვეს, შეგიძლია აქ ლონგ შეხვიდე, მაგრამ ანუ უნდა უყუროთ ამ დროპ-ოფს, რომ ესეც გაიღოს, იმიტომ რომ მაგ დავარეჯექტეთ თუ არა წამოვიდეთ ქვემოთ. მაგრამ როცა გვაქვს ესეთი კომპრესია მეგობრებო და ფასი მოდის აქ, ხშირ შემთხვევაში ესეც რო გაირღვევა, მაშინ შედიან ხოლმე ლონგზე. მაგრამ ავიწყდებათ ამ ლეველზე ყურება, იმიტომ რომ ეს ლეველი არის მთავარი და არათუ ეს კომპრესია და ეს ხაზები. მაგრამ ახლა ჩვენ ვიმყოფებით ამ რენჯში მეგობრებო, ამ კომპრესიაში, ანუ რენჯ/კომპრესია, რომლის გარღვევაც გვინდა. ამ კომპრესიის გარღვევა ჯერ ჩვენ არაფერს არ გვეუბნება, თუ ლეველი არ გავარღვევთ, იმიტომ რომ ანუ ჩვენ გვაქვს რენჯი და ამ რენჯში გვაქვს ესეთი კომპრესია. ანუ შეგვიძლია ესე დავხაზოთ ეს კომპრესია, შეგვიძლია ესეც დავხაზოთ. ამ კომპრესიის გარღვევა არც ქვემოთ და არც მაღლა ჩვენ არანაირ დასტურს არ გვაძლევს რომ ბაზარი ან მაღლა წავა ან ქვემოთ. ჩვენ გვჭირდება ამ ლეველის ჩამორღვევა ქვემოთ, ამ ლეველის გარღვევა მაღლა. მაგ შემთხვევაში გააქტიურდება ჩვენთვის ტრეიდები და შეგვიძლია ავიღოთ კარგი ტრეიდები, როგორც იქნება გინდ ლონგი, გინდ შორტი. რაც შეეხება ახლა ბიტკოინს დაბალ ტაიმფრეიმზე, ორმაგი კონფირმაციები გვაქვს მეგობრებო. 1 საათიანზე ბევრს ვერაფერს ხედავ, მაგრამ 15 წუთიანზე აქ უკვე ვხედავთ, ნუ ხედავთ რომ აქ ვოლიუმი არის დაბალი და ეთერიუმზე ძალიან დიდი ვოლიუმი არის და რა შეგვიძლია აქ დავინახოთ. რა თქმა უნდა შეგვიძლია დავინახოთ რომ აქ იყო კიდევ ლიკვიდობის აღება, შემდეგ გქონდა ესეთი 15 წუთიანი ლეველის აქ გარღვევა, რაც გიაქტიურებს აქ პლუს მინუს ლონგებს, მაგრამ მე არ ვიყავი აქ ლონგებით დაინტერესებული. იმიტომ რომ პირველ რიგში ვარეჯექტებთ აი ამას. მე იმ შემთხვევაში ვიქნები ლონგებით დაინტერესებული, თუ გავარღვევთ ამას, მაგ შემთხვევაში აუცილებლად ავიღებ აქ ტრეიდს, მაგრამ აქ ახლა ლოკალურად მე პირადად არ ვარ დაინტერესებული ტრეიდით, შეგიძლია რა თქმა უნდა სკალპ ტრეიდი აიღო პატარა რისკით, იქნება ეს 0.5% თუ 0.25, მაგრამ მე აქ არ მინდა ჩემი თითების დაწვა, ეს ეძახიან ხოლმე აქ ბელგიაში. როცა პრობლემებს ეძებ, არა და შეგიძლია უბრალოდ პრობლემები თავიდან აირიდო, მაგას ამობენ ხოლმე რომ
არ ვაპირებ აქ ჩემი თითების დაწვას. არც მე არ ვაპირებ აქ ჩემი თითების დაწვას, ანუ ველოდები რომ ფასი გაირყვეს აქ და ამ შემთხვევაში ვიქნები აქ ლონგით დაინტერესებული. ნუ ბიტკოინზე ბევრს ვერაფერს ვერ ვისაუბრებთ, თუ აქ გაირღვა რა იქნება შენი ტარგეტი, პირველ რიგში ვიცით რომ აქ დავაფიქსირებთ take profit 1-ს და შემდეგ უკვე ანუ ესეთ ტრეიდებში ნახეთ, ესეთ ტრეიდებში ჩემი risk reward-იც სხვანაირი ხდება და ესე ვთქვათ, უფრო ვერგები ბაზარს. მე სავარაუდოდ დაველოდები აქ გააჩენ როგორი კონსტრუქცია გვექნება, დაველოდები რომ აქამდე ამოვიდეს ფასი 40%-ს გავყიდი, stop loss ავწევ პროფიტში და შემდეგ რაც უნდა ეს უქმნია, გინდ წავიდეს მაღლა, გინდ წამოვიდეს ქვემოთ, მე ჩემი პროფიტი მექნება, მაგრამ რაც უფრო და უფრო მაღლა წავა, გზადაგზა დავაფიქსირებ. მოგებებს ისევ იმ ფსიქოლოგიურ ლეველებზე, როგორც არის 125, 130 და ასე შემდეგ. მაგრამ თავიდან ახლა ვერ განსაზღვრავ თუ სად შეიძლება იყოს შენი რევარდი. რაც შეეხება ეთერიუმს, მეგობრებო, ეთერიუმი is crazy, really crazy, ანუ ძალიან გიჟურად მოძრაობს, რაც მომწონს. ზუსტად აი ეს გვინდა მეგობრებო, რომ ჩვენ ესე ვთქვათ, ის FOMO შემოვიდეს ბაზარზე, რასაც ველოდებით. ანუ თან წინა ვიდეოებში მეგობრებო, რაც მეკითხარით, ანუ ზუსტად იგივე ხდება, ანუ თქვი რომ აქ გქონდა range ეს range დავკარგეთ თუ არა, წამოვედით ქვემოთ, შემდეგ რა გვინდოდა ჩვენ გვინდოდა რომ ნახეთ ეს იყო range-ის ქვემოთ ამხარე. ამ შემთხვევაში შეგიძლია range დაარეჯექტო და წამოხვიდე ქვემოთ. და აქ შეხვიდე ისევ ტრეიდში, ანუ კორექციაზე, ან შეგიძლია შეარღვიო range და range-ს რო არღვევ ხოლმე, შეგინთ მეგობრებო, ხშირ შემთხვევაში არის ბუნებრივი მოვლენა, რომ გატესტო მეორე მხარე, რასაც ვაკეთებთ აი ახლა, ჩვენ ტესტავთ მეორე მხარეს. რა თქმა უნდა, ესეთ ვერტიკალურად არ ხდება ყველაფერი ხოლმე, მაგრამ ახლა ვხედავთ რომ ხდება მაღალ ტაიმფრეიმზე, დაბალ ტაიმფრეიმზე რა თქმა უნდა არ არის და ანუ პატარა კორექციებს აკეთებს. მაგრამ მაღალ ტაიმფრეიმზე მართლა ეგრე ვერტიკალურად ხდება მეგობრებო, რა თქმა უნდა, აქ გქონდა რეზისტენცია, აქაც აქვს ახლა რეზისტენცია, ანუ წინაღობა, სადაც შეიძლება ბაზარი შეჩერდეს. და ვხედავთ კიდევაც დაბალ ტაიმფრეიმზე, რომ აქ მათ გქონდათ, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, აი აქაც ინტერაქციები ამ ლეველებზე, მაგრამ როგორც ვხედავთ, FOMO უფრო დიდი არის. ვიდრე შიში ამ შემთხვევაში და ვხედავთ რომ ბაზარი მიდის და მიდის. მაგრამ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი მეგობრებო. არ დაგვეწდეს ის რომ ბაზარი სულ არ გააგრძელებს ეს სულას და შეიძლება ესე ვთქვათ ეს აღმოჩნდეს ის დიდი რეზისტენცი, რასაც ველოდებით. სად არის ჩემი ნახაზები აქ. ანუ ეს შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან დიდი რეზისტენცი მეგობრებო, საიდანაც შეიძლება წავიდეთ პატარა კორექციაზე. სად შეიძლება ეს კორექცია წამოვიდეს? ნახეთ ტექნიკურად. სრულიად შესაძლებელი არის რომ ბაზარი წამოვიდეს აქამდე. სრულიად შესაძლებელი არის და ნორმალურად. მაგრამ მე რა თქმა უნდა არ მინდა რომ ბაზარი აქამდე წამოვიდეს, მე ვისურვებდი რომ იმისთვის რომ შენარჩუნდეს ეს პოზიტივი, ვისურვებდი რომ ბაზარმა გატესტოს ყველაზე პოზიტიური ეს მხარე, ან მაქსიმუმ აქამდე ჩამოვიდეს და აქედან გააგრძელოს ისევ მაღლა სვლა. რაც შესაძლებელი არის, აი ამას თუ უყურებთ, რამდენჯერაც კორექცია შეეცადა, იმდენჯერ ყველაზე აგრესიული ლეველი გატესტა და სხვათა შორის აქ მე ტრეიდიც მეყენა, რომელიც არ შემივსო. ანუ ნახეთ აქედან რო წამოვიდა ბაზარი, აქ შორტში ვიყავი სხვათა შორის მეგობრებო, იმიტომ რომ იდეალური შორტი იყო. ველოდებოდი რომ გაეტესტა აი აქ. ეს იყო ხო? არა, ვწდები, წინა გასატესტი იყო. ამ შორტში მე ვიჯექი მეგობრებო, Discord-ზეც ქონდა დადებული. მაგრამ რომელ ლონგზე ვსაუბრობ, ეს ლონგი იყო. ეს ლონგი იყო, ნახეთ, მე აქ ძალიან დეფენსიურად ვიყავი. შესული აი აქ ვხედავთ რომ აქ არ შეგივსებდა, მაგრამ დაბალ ტაიმფრეიმს თუ გადავალთ 5 წუთიანზე ვხედავთ რომ მან გატესტა ყველაზე აგრესიული ვოლიუმინოდი. ანუ გატესტა აი ეს ადგილი, საიდანაც დაიწყო ბაზარმა სვლა. აქედან დაიწყო ბაზარმა სვლა და ანუ ესეც გაიტესტა. და რატომ არ ავირჩიე ეს ლეველი შესასვლელად, ანუ შეიძლებოდა ყველანაირად ის იქნებოდა ყველაზე აგრესიული და ყველაზე პოზიტიური ტესტი, მაგრამ stop loss რა თქმა უნდა აქ არ დავაყენებდი, იმიტომ რომ ყველა ხედავს ამ stop loss და იყო საშიში stop loss-ი, ძალიან პატარა stop loss-ი, ანუ stop loss-ი თუნდა დამეფარა, ყოველთვის უნდა უყურო, როცა stop loss-ით რაღაცას ფარავ და იცავ, რამე კონსტრუქციას იცავ, ხო და უნდა დაგეცვა ეს კონსტრუქციაც, იმიტომ ნახეთ აქ drop off-ი გავარღვიეთ, წამოვედით ქვემოთ, წავედით, მაგრამ ეს drop off-ი ვხედავთ რომ აქ ძალიან ლამაზი ლეველი წარმოიშვა. ანუ შეიძლება და ეს ლეველიც გატესტილიყო, ამიტომ მე ამ ლეველის დაფარვაც მინდოდა და უბრალოდ აქ დაფარვა არ მინდოდა. მინდოდა დამეფარა ან აი აქ. და აქ რო შევედი მე enter-ში, ხო? ანუ აქ რომ მქონდა დაყენებული enter, ჩემი stop loss-იც მეყენა აი აქ და გამოდიოდა, ანუ იდეალური ტრეიდი გამოდიოდა. ესეთი იყო, RR-იც ძალიან მაწყობდა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩემ enter-ს ავწევდი მაღლა, RR-ი ძალიან პატარავდებოდა, ამიტომ არ მინდოდა აგრესიული enter, მაგრამ ხედავთ რომ აგრესიული შევისო და ესე ვთქვათ
წავიდა ბაზარი მაღლა, მაგრამ ანუ ეს არის ტრეიდინგი, უნდა შევეგოთ ხოლმე ეს რაღაცებს, მეგობრებო, უნდა იყო გადაწყვეტილებები და ესე ვთქვათ, ამ გადაწყვეტილებებს უნდა მიყვე ხოლმე. შეიძლება და ამიღო მე აგრესიული და გავსტოპილიყავი, ხო, ანუ ყველაფერი შეიძლება. ამიტომ ეთერიუმი მეგობრებო გამოიყურება იდეალურად. მინდა რომ აქ და მაქსიმუმ აი ამას არ ჩამოსდეს, თუ ჩამოსდება კიდევაც უკვე ვიცით რომ აქამდე შეიძლება წამოვიდეს და იმის რომ გააგრძელოს ეთერიუმმა მაღლა ზრდა, რა გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება აი ამ ლეველის უკვე გარღვევა. აი ამ ლეველის გარღვევა და მაგ შემთხვევაში უკვე all-time high-საც ძალიან ადვილად გადავალთ. მქონდა საუბარი რომ ამას რომ გავარღვევდით, აუცილებლად გავტესტავდით აი ამ ლეველს პლუს მინუს, შემდეგ მქონდა საუბარი რომ აი ამასაც თუ გავარღვევდით მაგ შემთხვევაში შეგვეძლო გვეფიქრა რომ რიტესტზე ესე ვთქვათ ამას რო გავარღვევდით ეს უკვე იყო ძალიან დიდი სიძლიერე, ანუ ძალიან დიდი FOMO წამოვიდოდა ბაზარზე, რასაც ხედავთ მეგობრებო, ამ FOMO-ს ყველანი ვგრძნობთ. ვეჯახებით ახლა ამ რეზისტენს და ესეც თუ გავარღვევთ მეგობრებო, ნუ all-time high იქნება გარდაუვალი და როგორც წინაზე ვთქვი ვიდეოებში, რომ არ ნახული bull market-ი გვექნება მეთქი, ზუსტად ეგრე იქნება. ანუ ამ ყველაფერს ხედავთ ჩარტებზე, ჩემი მოგონილი არ არის, მაგრამ რასაც ვამბობ, ყველაფერი ზუსტად ეგრე მიდის, ეგ ანიშნავს იმას, რომ ყოველთვის ეგრე იქნება. მაგრამ ანუ როგორც ტრეიდერი, როგორც ინვესტორი უნდა იყოს ყველაფერთვის მზად. როგორც მე ვარ ხოლმე, ანუ ყოველთვის ამბობ, რომ გინ წამოვიდეს ბაზარი ქვემოთ, გინ წავიდეს მაღლა, ყველაფერთვის ვარ მზად. მაღლა მიყენია take profit-ები, ქვემოთ მიყენია buy order-ები. ამიტომ ყველაფერთვის ვარ მზად. მოკლედ, თქვენ კითხვაზე პასუხი რომ არის თუ არა ბიტკოინის და ეთერიუმის ყიდვის დრო? ძალიან მარტივი პასუხი არა. მე არა ვარ ეს ბიტკოინ ხურუ, რომელიც რა ვიცი რამე რეფერალებიდან ფულს იღებს ან ვინმე მთხოვს რომ აი უთხარი რომ ბიტკოინი იყიდონ ან სატოში ნაკამოტოს თანამძრახველი არ ვარ, რომ მე თქვენ გითხრათ რომ იყიდეთ ბიტკოინი, იმიტომ რომ შენ უნდა შეაგროვო სატოშები და შენ უნდა გააკეთო ის და შენ უნდა გააკეთო ის. არა. მე როცა ვყიდულობ, ანუ რასაც მე ვაკეთებ, რატო ვაკეთებ მე ამ კონტენტს, იმიტომ რომ რასაც მე ვაკეთებ, გაგიზიაროთ თქვენც. და მე თუ არ ვაკეთებ, ხლა მე თუ არ ვყიდულობ ბიტკოინს, რატომ უნდა გითხრათ, რომ ბიტკოინის ყიდვის დროა და აუცილებლად უნდა იყიდო ბიტკოინი, თორე დააგვიანე, ხო? შეიძლება თუ არა ხვალ რომ გავიღვიძოთ, ეთერიუმი იყოს უკვე $5,000 და გააკეთოს 42%-იანი მოგება, შეიძლება. 100%-ით შეიძლება. თუ ეგ გააკეთა და გაარღვია ეს ლეველი, მაგ შემთხვევაში ვიტყვი, რომ ეთერიუმის ყიდვის დროა, მაგრამ კორექციაზე აი აქ. მაგრამ ეხლა როცა მან გააკეთა ესეთი სიგიჟე ზრდა მარტო აქედან აქ 80%-ამდე და მე კიდე ვიღაცა რო გეტყვის ბიტკოინი ან ეთერიუმი უნდა იყიდო, ის ადამიანი არის სულელი და შენ თუ დაუჯერე მე კიდე ორმაგი სულელი შენ უნდა იყო წესით. ანუ ეგრე არის. ანუ ამ ყველაფერს პირდაპირ გეუბნებით თქვენ, იმიტომ რომ მე ვიცი ხალხი რომ მიყურებს მე მენდობა, ჩემ ანალიზს ენდობა, იმიტომ რომ ხშირად მაქვს დამტკიცებული ყველაფერი დეცია საფულეს ქონა, ტრეიდებსაც ვდევდი, ტრეიდებსაც განახებდით, რისკ რევარდიც ვანახე ყველგან, ანუ შეგიძლიათ Discord-ზე და YouTube-ზე ეს ყველანაირი ინფორმაცია ნახოთ, ხო? და რასაც მე ვაკეთებ, ყველაფერს განახებთ, ამიტომ მე თუ არ ვყიდულობ ბიტკოინს, რატომ უნდა გითხრათ თქვენ რომ ბიტკოინის ყიდვის დრო, იმიტომ რომ ეხლა ხართ დაგვიანებული ამ მომენტისთვის. ანუ 5-10 წელზე თუ გაგვთ განსაზღვრული ყიდვა, მაშინ არ ხარ დაგვიანებული. შეგიძლია დღესაც იყიდო, მაგრამ შენ თუ გინდა მოგებს დაფიქსირება როგორც მე, მაშინ დაგვიანებული ხარ, იმიტომ რომ მე აქ უკვე მოგებები დავაფიქსირე და იმისთვის რომ მე მოგებები დავაფიქსირო, მეორე მხარეს უნდა იყოს ვიღაცა ვინც ყიდის. ანუ ეხლა აქ ვიღაცა თუ აფიქსირებს მოგებას და შენ ზუსტად აქ ყიდულობ, შენ ხარ იმ ადამიანის ლიკვიდიტი, ანუ ლიკვიდობა ხარ იმ ადამიანისთვის და მე ყოველთვის ზუსტად მაგას ვამბობ, რომ უნდა იზრუნო იმაზე, რომ სხვისი ლიკვიდობა არ უნდა, სხვისი ლიკვიდიტი არ უნდა იყო. თან მოდი გავიხსენოთ ძალიან მაგარი მაგალითი, sell high, buy low, ან buy low, sell high. ეხლა სად იმყოფით, ანუ ხედავთ რომ აქ გვაქვს სუპორტი, აქ გვაქვს რეზისტენცია, ეხლა სად იმყოფები? ეხლა იმყოფები რეზისტენცზე, ხო? და შენ ეხლა აქ თუ იყიდე, გამოდის ის რომ შენ ყიდულობ high-ზე, ანუ იმის მაგივრად რომ buy low და sell high შენ პირიქით აკეთებ. buy high და შეიძლება უკვე მოდარ ჩამოვიდეს ან იმ წაგებაში იყო ან გაყიდო, ხო? ნუ გააჩნია როგორი ინვესტორი ხარ და რა გეგმები გაქვს და რა გამოცდილება, ხო? მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს რეზისტენცი, მაგ შემთხვევაში ეს high გახდება ჩვენი low, ეს რეზისტენცი გახდება ჩვენი support და მაგ შემთხვევაში შეგიძლია იყიდო. ამიტომ მეგობრებო, მე ჩემი აზრი არის ესეთი. გინ სუბიექტური დაარქვით, გინ ობიექტური, მე ვუყურებ ჩარტებს, ხედავ რაც ხდება.
და მე პირადად ახლა არ ვიყიდი. ხდება თუ არა altcoin-ები საინტერესო, altcoin-ები ძალიან საინტერესო ხდება მეგობრებო. very interesting. ვიდეოს გავაკეთებ მალე. მომავალ კვირაში შემოგთავაზობთ ვიდეოს. თუ რაიმე altcoin-ები გაინტერესებთ, შეგიძლიათ დაწვროთ კომენტარებში. აუცილებლად განვიხილავ და ეს იყო რაც მინდა მეთქვა მეგობრებო Bitcoin-ზე და Ethereum-ზე. ძალიან მაინტერესებს თქვენი მიდგომა. ეხლა გამოფხიზლით და ეხლა ყიდულობთ თუ არა Bitcoin-ს, Ethereum-ს და სხვა ასეთებს. თუ უკვე კარგ მოგებაში ხართ და ეხლა აფიქსირებთ მოგებებს, იმიტომ რომ თუ მოგებაში ხარ და არ აფიქსირებ მოგებას, ეს იგივე შეცდომაა, რაც წეღანა ვთქვი, რომ ეხლა იყიდო Bitcoin. ანუ არანაირი განსხვავება არ არის მაგ შეცდომებში, იმიტომ რომ როცა შენ ხედავ რომ ხარ მოგებაში და არ ყიდი, ხო, ესე იგი შენ თვითონ ხარ ხარბი და შენ თვითონ არ მიყვები, ესე ვთქვათ, ნორმალურ სტრატეგიას და ლოგიკურ სტრატეგიას. ნახე შენ თუ გინდა გახდე ისეთი ადამიანი, როგორებიც არიან ძალიან მაგარი ინვესტორები და ძალიან მდიდარი ხალხი, მაშინ მათნაირად უნდა იფიქრო. არა აქვს მნიშვნელობა შენ $1000 ვაჭრობ თუ $100,000. თუ 100% $1000-ზეც 100%-ია და $100,000-ს 100%, ანუ პროცენტულობით იგივეა, მაგრამ ის თანხაში განსხვავდება, ხო, იმიტომ რომ $1000-ზე 100%-ია, თუ გააკეთე გაქვს $2000 და $100,000 თუ გააკეთე 100% 200,000 გაქვს, ხო? რა თქმა უნდა, თანხებში განსხვავდება, მაგრამ პროცენტულობით არის იგივე და ეხლა გინდ პატარა კაპიტალი, თუნდაც პატარა კაპიტალი გქონდეს, ხო? ეს თუ არის სწავლე და ეს თუ არის ვარი შენ პატარა კაპიტალზე, იმ დიდ კაპიტალამდეც ვერასდროს ვერ მიაღწევ, იმიტომ რომ არიცი როგორ უნდა მიხვიდე მაგ კაპიტალამდე, ხო? თუ პატარა კაპიტალის მენეჯმენტი არ შეგიძლია, როგორც ახლა მე გიხსნი, რა თქმა უნდა, დიდი კაპიტალის მენეჯმენტსაც ვერ გააკეთებ, ხო? ვედეცია საფულეზე ზუსტად ეგრე ხდება მეგობრებო, $5,000-დან $100,000-მდე. იმ $5,000, ახლა მაგალითად $5,000-ზე რო გაგვეკეთებინა გემბლინგი და ჩაგვედო ან მარტო Ethereum-ში, ან მარტო XRP-ში, ან მარტო რამეში, ხო? შეიძლებოდა გამართლებულიყო და გაგვეკეთებინა უცბად 15, 30, 50,000 ხო? მაგრამ ამის გამეორება შეგვეძლებოდა კიდე რა თქმა უნდა არა. მაგრამ ახლა რა მივიყვებით გზადაგზა რო ვიცით სად რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და გეგმას მივიყვებით, მაგ შემთხვევაში ანუ 5-დან 100,000-ზე ძალიან ადვილად შეგიძლია ახვიდე, რა თქმა უნდა ეს ერთ-ორ დღეში არ ხდება და ამას დაჭირდება რამოდენიმე წელი, იმიტომ რომ ეს არის მაინც დეცია, ვედეცია საფულია, რომელიც დეციას ძალიან ჯობს და ამასაც მალე განახებთ. მაგრამ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ჭირდება დრო, ხო? ერთ-ორ დღეში არაფერი არ კეთდება. მაგრამ 100,000-დან მე შეგვიძლია გეგმა ვთქვათ, რომ აი მილიონამდე ასვლა გვინდა მაგ შემთხვევაში, მე კიდე შეიძლება სხვა სტრატეგიების გამომუშავება დაგჭირდეს და ასე შემდეგ. ამიტომ მეგობრებო, იმედია ჩემი რჩევები და ხედვა თქვენ გეხმარებათ, რომ გაიგოთ ლოგიკა, რატომ ვამბობ ან იმას, ან ამას. და იმედი მაქვს კიდევაც რომ ამას თქვენ ესე ვთქვათ ანალიზში და გადაწყვეტილებებში იაზრებთ ხოლმე და იყენებთ, იმიტომ რომ ბევრი მადლობას მიხდის, ბევრი მეუბნება რომ აი შენი ხედვა მე ძალიან მადგება და ძალიან ბევრ ფულს მაგეთებინებს და ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი დოპამინი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე დიდი სიხარული, რომ მე შემიძლია სხვა ადამიანს დავეხმარო. იმიტომ არის მეგობრებო ეს YouTube ჩენელიც, იმიტომ დავიწყე ეს YouTube ჩენელი, რომ ხალხს მივაწოდო სწორი ინფორმაცია. და ეს სწორი ინფორმაცია არ არის მარტო დაფუძნებული ჩემ ბლა 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 ლაპარაკზე. ხო, ამ ყველაფერს განახებთ ლაივში, რასაც ვაკეთებ მე, ანუ გადაშლილება ყველაფერი და განახებთ, რომ მე ვაკეთებ ამას და შემიძლია ამ ყველაფრის დასაბუთებაც კიდევ და დასაბუთება ხელმოსაჭიდი რატო ანუ ხელმოსაჭიდიც მაქვს იმისთვის, რომ აი რატო ვაკეთებ ამას, ხო, იმიტომ რომ ეს და ეს ხდება. მე არა ვარ მეგობრებო, არც კრიპტოხური, არც კრიპტო ჩენელი, მე ვარ პირდაპირ გეტყვით ფულის გამკეთებელი ვაჭარი, ტყუილობრივად კი არ თქვია. ან ტრეიდერი ტყუილობრივად კი არ თქვია, შენ ვაჭრობ. რა არის ვაჭარი? რა არის ვაჭარის მიზანი? ვაჭარის მიზანი არის, რომ შენ გააკეთო ფული, იყიდო რაღაცა იაფად, გაყიდო რაღაცა ძვირად და დააფიქსირო მოგება, ხო? თუ შენ ფერმა გაქვს და ზრდი საქონელს ან იყიდე ძროხა ვთქვათ $500, რა არის შენი მიზანი? შენი მიზანი არის, რომ მათ შეიძლება მალე გაყიდო $700 ან $800, ხომ რომ მალე დააფიქსირო მოგება, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი ხანი იჭდები მაგაში და უფრო დიდი ხანი გექნება ძროხა, შეიძლება დაბერდეს, ვეღარ მოიგოს ბოჭვლად, ну ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, შეიძლება ცოტა უცნაური შედარება იყოს, მაგრამ ვაჭრობა არის. ვაჭარის მიზანი არის, რომ გააკეთოს ფული და მე კრიპტოხური ვარ მეგობრებო, იმიტომ რომ მე ხლა აქციების დაემატება ჩვენ ჩენელს. კომოდიტიებშიც ვაკეთებ ინვესტიციას და ანუ მე ვარ ინვესტორი/ტრეიდერი/ვაჭარი.
ვაკეთებ ფულს. ახლა ბიტკოინი 50 წელში მილიონზე ვარ, 15 მილიონზე საერთოდ არ მაინტერესებს. აი არ მანაღლობს. მე მინდა რომ ჩემ ფულს რო ჩავდებ, რაც შეიძლება, მაგრამ ჩემი ფული ჩემი ჩადებული რაღაც ნაწილი გამოვიტანო, როცა ფასები წავამაღლა უბრალოდ ჩემს სკამზე ის უკან გადავიწო და ვუყურო თუ როგორ იზრდება ჩემი კაპიტალი. ეს არის ჩემი მიზანი და მე იმაზე არ ნერვიულობ და ნერვები არ მიტოკვდება. ბიტკოინი დოლარს ჩაანაცვლებს, ევროს ჩაანაცვლებს თუ სოფლიოს შეცვლის და ჩვენ რა ვიცი, დედამიწას ბიტკოინი ერქმევა თუ ნუ რაღაც ცვლილები რა აქვს მნიშვნელობა მაგას. ნაკლებად მეგობრებო, იმედია დაგეხმაროთ ვიდეო, ჩემი ვიდეო, ჩემი სუბიექტური აზრი, შეიძლება ძალიან დიდი ცვლილები გელაპარაკეთ ამ ვიდეოში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი შემოვიდა სხვათა შორის მეგობრებო YouTube-ზე, ეთყობა ახლა YouTube-ს ზრდა, YouTube-ს ეთყობა ბევრი ნახვები, იმიტომ რომ როცა ბაზარი ქვემოთ მინდოდა, რა თქმა უნდა, არავის არ აინტერესებდა, მაგრამ თუ რაღაცას ჩემი ლაპარაკი მეგობრებო სისულელეთ გეჩვენებათ, უბრალოდ გადაახვიეთ და სხვა ვიდეოებიც ნახეთ. და სხვა ვიდეოებსაც უყურებთ და მე უფრო შეიძლება აზრზე მოხვიდეთ, რომ რაზე ვლაპარაკობ, რას ვაკეთებ და რა არის ჩემი მიზანი. გისურვებთ წარმატებებს მეგობრებო და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად დასვით კომენტარებში.